ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. ლევან ვეფხოძის განმარტებით საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ვეფხოძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიღებული დადგენილება განმარტა. მისი განცხადებით, ახალი რეგულაციებით უბნის თავმჯდომარე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებს და ყველა მედია საშუალებას მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცედურის გადაღება შეფერხების გარეშე შეეძლება. Იკითხეთ ყველამ კარგად დოკუმენტი, ვისაც გაქვთ თვალები და ვისაც შეგიძლიათ კითხვა და ლოგიკური აზროვნება. Ამ დოკუმენტის შესაბამისად, ყველა კამერა, ის კამერები, რომლებიც აქ დგახართ სტაციონალურად შტატივზე, შებრძანდებით, დადგებით, თავიდან ბოლომდე გადაიღებთ საარჩევნო პროცედურას ისე რომ ვერავინ ვერ შეგიშლით. დადგენილების შესაბამისად განისაზღვრა რა შემთხვევაში ვერ გაბედავს კომისიის თავმჯდომარე კამერის უბნიდან გამოძევებას. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ორდღიანი ძალიან პრინციპული მოლაპარაკების შედეგად ჩვენ მივიღეთ ის დოკუმენტი, რომელიც მედიას ჭირდება, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, რომელიც გამორიცხავს საარჩევნო უბნებზე აგრეთ წოდებულ კარუსელებს, მარუსელებს და უბედურებებს. Ამ დადგენილებამ პირიქით გაამყარა ის პოზიცია, რომ ნებისმიერ ჟურნალისტს, ნებისმიერ დამკვირვებელს, მით უმეტეს კიდევ ვამბობ, ამოღებული იქნა ის მომენტი, რომელიც იდო მანამდე ფარული გადაღება. ანუ ნებისმიერს მითი რა ქვია, ტელეფონით, სხვა საშუალებებით შეუძლია ნებისმიერი წერტილი და ყველაფერი გადაიღოს. ეს ფაქტურად არის მიღწევა იმისი, რომ რეალურად ყველა შეუძლია, რომ საჯაროდ, გამჭირვალედ ჩაატაროს არჩევნები და გადაღებული იყოს მთელი პროცესი.